თუ კი რამე ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ეს არის ერთპარტიული მმართველობა. პირდაპირ გეუბნებით რა. ჯერა. მე რომ მქონდეს ახლა აქ ორი ღილაკი და ერთ ღილაკს დავაჭირო ხელი და ნაციონალურ მოძრაობა მოვიდეს ერთპარტიულად მმართველობაში და მეორე ღილაკი მქონდეს სადაც დავაჭერდა კოალიციური მთავრობა იქნება ქვეყანას აუცილებლად დავაჭერდა. ნამდვილად. აუცილებლად. პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობა ერთპარტიულად მმართველობაში რომ მოვიდეს, ერთ წელიწადში ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში. ზუსტად ვიცი. არც ერთი პარტია აღარ უნდა იყოს ერთპარტიულად, ეს მე მგონი ყველა დაინახა და სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება პოზიცია და სამეთვიცი ვიყავ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით და შეხვედრა არ ყოფილა, სადაც ხაზგასმით არ დაუფიქსირებია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი ხარს უჭერენ ხოდ კოალიციურ მთავრობას. და ეხლა ჩვენ თუ ეს ყველაფერი გვინდა რომ არ დავინახოთ გამორიცხული არის, უნდა დავიაბარ ისთვის ვარ საღი აზრი რატომ გვაქვს. და მე ვინც არ უნდა იყოს, აი ყველაზე პატიოსნებით გამორჩეული საქართველოს მოქალაქე ეხლა მის გუნდთან ერთად ერთპარტიულ მმართველობაში რომ მოვიყვანო ხელისუფლებაში, აუცილებლად ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებს. აუცილებლად, იმიტომ რომ სისტემის მერე ხვეხი ძალაუფლება რყვის, როგორც მით უმეტეს ბევრი რამ თუ კარგად გამომდის და რაღაცეებში შეცდომას უშვებ, შენ აუცილებლად ვცდილობ რომ ის ბერკეტები სახელისუფლებო, ხო, გამოიყენო შენი ხელისუფლების განხორციელებისთვის, იმიტომ რომ ის კარგი გაკეთებული საქმეები გააგრძელო და ის ცუდი ვითომ არ მოხდარა. ამიტომ დემოკრატია ესე, ჩამოყალიბდით ხახტო, მე ნაციონალურ მოძრაობის ჩვენს მეგობრებს ვესაუბრები სულ ჩამოყალიბდით რა გინდა, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა სახელმწიფოს ვაშენებთ, ჩემს კოლეგას სხვა პარტიის წარმომადგენლებს ვეუბნებით, ხო? ჩვენ გვინდა რომ პლურალიზმი იყოს, ანუ მრავალფეროვანი საზოგადოება იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ასეთ ქალაქში ვცხოვრობთ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როდესაც შენ ხარ ერთპარტიულად მმართველობაში, შენ ყველასთან შედიხარ დაპირისპირებაში. აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ერთი და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან არასამთავრობო ორგანიზაციასთან და პრაქტიკულად ეს აჩვენა.